მოგეხსენებათ, რომ მეღვინეობა მევენახეობა არის ქვეყნის პრიორიტეტული დარგი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია არის ღვინო და ღვინის სპირტების შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოთხოვნა მცირდება, ადეკვატურად იყოს რეაგირებები გაკეთებული ჩვენთან საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ შევხვდით დარგის წარმომადგენლებს, შესაბამისად გამახვილებული იყო ყურადღება, როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ იყოს უფრო მეტად ძლიერად ქართული ღვინო წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქვე შევეხეთ და აღვნიშნეთ რთველი საკითხი, საორგანიზაციო საკითხები, რომელიც წარმოყენებული საკითხებიდან გამომდინარე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული და მხოლოდ სამინისტროს, ღვინის სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი საქართველოში, თადარიგი თავიდანვე დავიჭიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს ხარისხიანი ყურძენი შესაბამისად დაფასებული, უხარისხო ყურძენის შესაბამისი მიმართულებები მიცემული და ამ ერთიანი ორგანიზების ნაწილში კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანადგომა და ჩართულობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ზუსტად ასეთ საკითხებს იყო ხაზგასმული როგორც ღვინის სააგენტოს, როგორც სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. შედგა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მეღვინეებს შორის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე. ისიც მოგვეხსენება, რომ ღვინო იბადება სწორედ ვენახში და ყურძნის ხარისხი ერთიორად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ღვინოს წარმოადგენთ საერთაშორისო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მეღვინეებთან კომუნიკაციით დადასტურდა ის ფაქტი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოხდეს ხარისხიანი ყურძნის დაფასება და შესაბამისად იყოს განსხვავებული ხარისხი, იყოს განსხვავებული ფასი ხარისხიანსა და უხარისხო ყურძენს შორის. საინტერესო შეხვედრა ჩატარდა დღეს. სასიამოვნოა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან, დარგის ხელმძღვანელობის მხრიდან არის მზაობა. ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც არის რთული წარმართოსთან დაკავშირებული. კომუნიკაცია უკვე შედგა და მზაობა არის, რომ მათაც დააყენონ თავის წინადრები, ჩვენც დავაყენოთ და ერთობლივად შევიჯერდეთ, რაც ხელს შეუწყობს თulis სათანადო დონეზე ჩატარებას. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბატონი მინისტრი და დარგობრივი უწყება ასეთ დიდი მონდომები და ინტერესით არიან ჩართული ამ დარგის ფუნქციონირებაში. გვაქცევენ ყველანაირად ყურადღებას, მხოლოდ ჩვენ არა, თითოეული მეწარმე, მეღვინეობის კომპანია გრძნობს უკვე წლების განმავლობაში და შედეგის სახეზეა საქართველოში მევენახეობა, მეღვინეობა, მე მგონი რომ აღმავლობის გზაზეა. დღევანდელი შეხვედრაც ახლა უფრო ახლოს გაცნობა იყო დარგთან, დარგის პრობლემებთან, იმ სიახლეებთან, რის დანერგვასაც ფიქრობენ რთველის პროცესში, წელს ვისაუბრეთ. საინტერესოა და სასიამოვნოა, როცა სიახლეებს თვითონ სახელმწიფო გთავაზობს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ჩვენ მარტო ვერ გადავწყვეტთ. რეალურად ძალიან კარგია, როცა ეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა მიდის და ზოგადად კმაყოფილება მინდა გამოვხატო. დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხებია, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დანარჩენს ღვინის სააგენტოსთან მუშაობით, ეხლა დავიწყებთ თველისთვის კონკრეტულად მზადებას.